სისტემური ძალადობა მედიის წინააღმდეგ. გრძნობდი საშინელ ტკივილს, აი საშინელი აუწა ეგეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მიგრძნია თავზე, აი უკან ხერხემალთან. როცა მომიახლოვდა, ძალიან სულად შემაგინა და დამარცხა იმ წამსვე. დავეცი ძალიან მეფინა ვერ ამოვისუნთქე. მე მგონი გონებას დავკარგე. დამარტყა სახეში ძლიერად, შემდეგ ძირს აღმოჩნდი, წამაქციეს და დამიწყეს აკციაულის და თავში რტყმად. ჟურნალისტი ვარ, ბიჭო, რატომ მითხარ? ათეულობით დარბეული და დასახიჩრებული ჟურნალისტი, დაზიანებული, წართმეული ტექნიკა და უმოქმედო პოლიცია. უკნიდან მომეპარა ეს ნიღბიანი, რომელიც მე არ მინახავს კადრში ვხედავ მხოლოდ ახლა. რაც გამიკეთა ამ ნიღბიანმა, ყველას მაშინ დარჩა უცებ შთაბეჭდილება, რომ კისერი მომტეხა, ანუ ასე აკეთებენ ხოლმე. იმას გრძნობდი, რომ ფეხი მხვდებოდა მარცხენა ხელზე და იმასაც გრძნობდი, რომ ბათინკე მივხვდებოდა თავში. რატომ არ იძიებს ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას? არ უნდათ გადავიღოთ ეს უფლებადარღვევები, იმიტომ რომ ძალიან მძიმე უფლებადარღვევები არის რა ამ დღეებში. კრიტიკული მედია არის ერთ-ერთი მთავარი, რაც გაჩხერილი ყავთ ყელში ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს. თბილისი, რუსთაველის გამზირი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში პროევროპული აქციის გაშუქებისას 90-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათი ნაწილი სტუდია მონიტორთან საუბარში იხსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან მათ მიმართ ჩადენილ მიზანმიმართულ ძალადობას, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას დღეს ვეღარ აგრძელებენ. მაკა გითხარი რას ვნახავთ შენს ჟურნალისტურ გამოძიებაში აქ და ახლა. TV პირველი ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ 7 დეკემბრის შაბათის ეთერში საგამოძიებო სიუჟეტი რუსთაველის გამზირიდან პროევროპული აქციიდან წარადგინა. მე დღეს მოვყვები ჩემი რეპორტაჟით მაყურებელს იმათ შესახებ, ვინც უსიტყვოდ ასრულებს ყველაზე სასტიკ ბრძანებებს, რომლებიც სახის ძვლებს უმტვრევენ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას და ამ ადამიანების გაცნობა მე ვფიქრობ, რომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. 2 ან 3 ჩართვა მქონდა პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან, წარვადგინე ჩემი რეპორტაჟი და მოვყევი იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ უკვე წავედი მოქალაქეებმა იქ მყოფმა ადამიანებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ პატარა სამებასთან ნიღბიანი ადამიანები იყვნენ თავშეყრილი, რომლებიც ცემდნენ აქციის მონაწილეებს და არსებობდნენ უკვე დაზარალებულებიც. რა თქმა უნდა, წავედი სწრაფი ნაბიჯით იქითკენ. მაკა ჩიხლაძე იხსენებს, რომ სიუჟეტის წარდგენის შემდეგ ოპერატორთან გიორგის შეწირულთან ერთად რუსთაველის გამზირიდან მიმდებარე ქუჩისკენ წავიდა, სადაც მათი ინფორმაციით ნიღბიანი პირები აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს უსაფრთხებოდნენ და სცემდნენ. მუზეუმის მხარეს გამოდიოდნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, მანამდე უცემიათ ადამიანები იქ აქციაზე და ჩემი კამერა რო დაინახეს, ანუ უცებ გაიქცნენ. შემდეგ ვდიეთ მე და ჩემი ჟურნალისტმა რომ გადაგვეღო, კითხვები დაგვესვა, მაგრამ გაიფანტნენ და თვალის არემარეს მოწყდნენ. ამასობაში სამსახურიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ბესიკის ქუჩაზე პარტია ახალი სოფიში სპეცრაზმია შესული, ანუ ეს ადამიანები ყველა პირველადი ინფორმაციით აღიქვა როგორც სპეცრაზმი, იმიტომ რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, ნიღბებით, რომლებსაც ყავდათ მეთაური, რომლებიც ამ მეთაურის ერთი ხელის მოქმედებით ან თვალის მინიშნებით მოქმედებდნენ ძალიან ორგანიზებულად და ეს შეუძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური მომზადება არ აქვთ ამ ადამიანებს გავლილი. ბესიკის ქუჩაზე TV პირველის გადამღები ჯგუფი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქეების ცემას შეესწრო. უცებ ხმა მომესმა ყვირილის განწირული ხმის და დავინახე გვერდზე ქუჩიდან 20-30 ანუ ძალიან ბევრი ნიღბებში ჩაცმული პირები უსწორდებოდნენ 2 ადამიანს და მე და მაკა რო დაგვინახეს, ერთი პირი მოვიდა და გვაგინებდა და გვეუნებოდა, დაგვეტოვებინა ტერიტორია და შემდეგ ერთმა ალბათ მეთაური იყო ის კადრშიც მაქვს გადაღებული, ვინც ბრძანებას გასცემს. წიწაკის სპრეიც მომასხა, მაგრამ მე გავიცილე და ეს პირი, ვინც გვაგინებს, უკან მიბრუნდა
ცოტა ხანი რამდენიმე წამი პაუზა გააკეთეს, ეთყობა არ ვიცი რაღაც უთხრა მეთაურმა და ისევ მოbrunდა ჩვენკენ. ისევ გინებით კამერაზე წუდა ხელს და გავიცილე. კამერას ხელი არ მოგიდო. ჟურნალისტმა კამერას ხელი გაუშვიო და უცებ მორბის ეს ამხელა მასა და უცებ რო დავინახე ამდენი ადამიანი რო დამესია, ერთმა თქვა რომ კამერა წაარტვი თვალოთ რო არ გადამიღო. ალბათ რა არ უნდა გადამიღო ეგ უნდათ. ის რასაც მე ახლა კადრებში ვნახულობ, მე ხო ამას ვერ ხედავდი. უკნიდან მომეპარა ეს ნიღბიანი, რომელიც მე არ მინახავს კადრში ვხედავ მხოლოდ ახლა, რომელმაც არ ვიცი. აი ის რაც გამიკეთა ამ ნიღბიანმა, მაგითაც ცხადია, რომ ეს ადამიანები ქუჩში შპანა არ არიან. ეს ადამიანები არიან კარგად მომზადებული ადამიანები. ყველას მაშინ დარჩა უცებ შთაბეჭდილება, რომ კისერი მომტეხა, ანუ ასე აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ამ ადამიანმა ზუსტად იცოდა, რომ კისერი არ უნდა მოეტეხა ჩემთვის, ანუ ისიც იცოდა, რა ძალით უნდა გაეკეთებინა ეს. ნინო, ეხლა ჩვენ უნდა გადავერთოთ მაკა ჩიხლაძესთან. მაკა გვაწვის თავდამსხმელების კადრებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენს ოპერატორზე თავდასხმას. ერთი წამი, ვინ ახარს მეთქი? ესენი არიან მაკა მიაგლო თავდამსხმელებს, ხელი გაწიე. მაკაც მიაგნო თავდამსხმელებს, ისინი არიან მთაწმინდაზე სემენ მოქალაქეებს, ეს არის პირდაპირ ეთერი, პოლიცია ადგილზე არ არის. კამერას ხელი არ მოგიდო. კამერას ხელი არ მოგიდო. TV პირველი ჟურნალისტებს ზონდერ ჯგუფები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. მე როდესაც წამაქციეს და მირტყამდნენ, ეს არ ჩანს ოღონდ იმ კადრებში, იმიტომ რომ ყველა კამერების ტელეფონები გადმოიწია ოპერატორისკენ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არ იყო ის, რომ შემთხვევით შევრჩი მე ხელში, იმიტომ რომ ერთ-ერთმა, რომ მირტყამდნენ წიხლებს, უთხრა, რომ გოგოა თავი დაანებე. და პასუხი იყო, რომ ხომ იცი, რასაც აშუქებს, ეს აღარ დავასრულებ. სალანძღავის სიტყვა ჩემი მისამართით, ანუ მათ მშვენივრად იცოდნენ მე ვინ ვიყავი, რას ვაშუქებდი და რატომ ვიყავი იქ. მოვასწარი არ ვიცი ინსტინქტურად ალბათ მუცელზე დაწოლა და ხელების თავზე აფარება. რამდენი ადამიანი მირტყამდა არ ვიცი, მაგრამ იმას გრძნობდი, რომ ყველა ხელის ფეხი მხვდებოდა მარცხენა ხელზე და იმასაც გრძნობდი, რომ ბათინკე მიხვდებოდა თავში. ისეთი სიძლიერით. კადრები ამ მქონდა ნანახი, სანამ ბოლომდე, ანუ არ მოვედი აზრზე, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. მართლა არ მეგონა ესე თუ მიმეტებდნენ. რთული იმიტომ იყო, რომ დედაჩემმა ნახე პირდაპირ ეთერში, ჩემმა ძმამ, მშობლებმა და ყველამ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა. მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული სახისა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. თვალს ხედავთ, დაზიანება მაქვს, რომელსაც ჭირდება 1 წლის განმავლობაში მუდმივი კონტროლი, რომ არ განვითარდეს პოსტტრაუმული რაიმე ძიმე დაზიანება და შედეგი არ მოგცეს. ფეხის ტრამვა მაქვს, რომელიც საკმაოდ მიშლის ხელს გადაადგილებაში ჯერჯერობით. ტვინის შერყევა მაქვს, რაც ითხოვს გარკვეული პერიოდი სახლის პირობებშიც მკურნალობის გაგრძელებას. და მაქვს კისრის ტრამვა, აი ამ მოჭერისგან, რომელიც მყესების დაჭიმულობა არის, კუნთების დაჭიმულობა და იმედი მაქვს, რომ ესეც მკურნალობის შემდეგ გამივლის. ტვინის შერყევა მაქვს, დაბეჟილობა მაქვს ხერხემლის, მარცხენა ხელის და სახლში გავდივარ ამ ეტაპზე მკურნალობას. თავის დაბეჟილობაც მაქვს, ნაკერი მადევს და ეს მალე გაივლის, ამაზე არ ნერვიულობ საერთოდ. იმ ღამეს ნიღბიანი პირების მიერ სასტიკი ანგარიშწორების გახსენებისას ყველაზე მტკივნეული მაკა ჩიხლაძისთვის ადგილზე საპატრულო პოლიციის უმოქმედობა იყო. ბესიკის ქუჩაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის მომენტში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იდგა, მაგრამ თავდასხმის ადგილი სწრაფად და რეაგირების გარეშე დატოვა. პატრულის გვერდიდან შეასხა წიწაკის სპრეი ადამიანს ჟურნალისტს, რომელიც იღებდა. პატრულის თანამშრომლის
გვერდზე იდგა. ესენი იყვნენ ხმას რეაქცია 0. ესეც გადავიღე. ოპერატორს როცემდნენ ესეც გადავიღე, უბრალოდ წამართვეს ეს ტელეფონი. უბრალოდ ჩაულებრივი მარბიელა რაზმები შემოგვისია. აი ეს ხალხი რომელიც იქ დგას მარბიელა რაზმები გომელაურის არ არის საკმარისი, ახლა არაფორმალური მარბიელა რაზმები შემოგვისია ბიძინა რუსმა. გულის სიღრმეში ვფიქრობდი რომ აი აბა ერთ წიხსაც მომარტყამენ და ეხლა პოლიცია მოვა. ნუ როგორ არ მოვა ამდენი ხანი ხო რა უნდა იქიდან მოსვლას 5 მეტრში დგას. არა, თვალი რომ გავახილე, პირველი რა თქმა უნდა ოპერატორისკენ გავიქეცი, მაგრამ პატრული აღარ იდგა. ანუ გარდა იმისა რომ რეაგირება არ მოახდინეს, წავიდნენ ტერიტორიიდან. გურამ როგავა უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში გურამ რა ხდება შენ გარშემო. იმ დღეს ტელეკომპანია ფორმულა ჟურნალისტი გურამ როგავა მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერით გადმოსცემდა. აი ხედავთ ხო? აი ჩანს ალბათ როგორ მისდევენ უბრალოდ აი დააკვირდით სათითაო და ესე სათითაო და აი ზუსტად ამას ვაშუქებდი მთელი დღე. ეს ყველაფერი არის live ჩარტვაში და მივდივარ მათთან და ვეუბნები რატომ არ გაქვთ საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელ უწყებას წარმოადგენთ თუ შეგიძლიათ მითხრათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხართ, კრიმინალები ხართ, რამე ბანდ ფორმირება ხართ, ხომ უნდა ვიცოდე. რაზეც გაღიზიანდნენ ბუნებრივია. უკვე აი გამთენიას უკვე არ ვიცი 5 საათი იქნებოდა ალბათ და ერთი ქალბატონი დიდი დროშით ევროპის კავშირის დროშით ასე ჩაუვლიდა მათ ჩამოუვლიდა და დამაინტერესა ლამაზი კადრი იყო ისევ პირდაპირ ეთერში ვიყავით და ისეთ მომენტში ჩავწერე ეს ქალი ისეთ მომენტში ვთხოვე კომენტარი რომ აი ზუსტად შავი კაცუნები იდგნენ როგორც თქვენ გახართ ახლა აქ და აღწერდა ვითარებას რატომ მოვიდა დროშით რა საპირებს რომ შვიდობიან და დაპროტესტებს ყველაფერს და რაც თავარია არ აქვს საიდენტიფიკაციო არანაირი ნიშანი აი ნახეთ კრიმინალები არიან პოლიცია ვერ ამოიცნობთ. ჟურნალისტი იხსენებს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მას გვარით მიმართა და დაემუქრა. მესმოდა აი ამ ქალბატონთან გასაუბრების პარალელურად ჩემს ზურგს უკან რომ უკვე სახელობითად აი როგავა დღეს შენ ესა და ეს დაგემართება ისევ ვერ ვიმეორებ სიტყვებს იმიტომ რომ ბილწ სიტყვაობდნენ პირდაპირ და აქედან დაახლოებით 10-15 წუთში მოხდა ის რაც მოხდა. შვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. პირდაპირ ჩართვისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გამიზნულად ზურგში ჩარტყმით ჟურნალისტი სასიკვდილოდ გაიმეტა. აი როცა გამოფხიზლდი და დავინახე რომ სისხლი მიდიოდა, ვერ მივხვდი რა მოხდა, რატომ და ნანუკას ვეკითხებოდი აი სისხლი რატომ მომდის, რა მჭირს გრძნობდი საშინელ ტკივილს, აი საშინელი აუტა ეგეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მიგრძნია თავზე, აი უკან ხერხემალთან და ვერ ვიგებდი. ანუ რაღაცნაირად ვიყავი დაბნეული, მაწუხებდა კითხვა, რომ რა მომივიდა, კაცო ხო კარგად ვიყავი აგერ 2 წამის წინ, ჩართვა მქონდა ვლაპარაკობდი. მე რომ დამენახა რომ ვიღაც ჩემსკენ მოდიოდა თავს დავიცავდი რაღაცნაირად მომემზადებოდი, არ ვიცი, სხეულს მომამზადებდი. სრულიად მოულოდნელი. გურამს გაუმართლა, ცოცხალი გადარჩა, თუმცა ხანგრძლივი და რთული სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მე მაქვს კისრის ხერხემლის მეშვიდე მალის მოტეხილობა. მაქვს სახიზვლის მოტეხილობა აი ამ ნაწილში, რის გამოც ეს ძვალი ჩამოწეულია ოდნავ ქვემოთ და აი ახლა ვაკვირდებით თვალს და მხედველობას ხომ არ შეუშლის ხელს. მაქვს თავი გატეხილი და ნაკერი და მაქვს ტვინი შერყევა ასევე და ნუ დაზიანებები რომელიც ალბათ ფეხზეც მაქვს, რომელიც მივიღე უშუალოდ დავარდნის დროს. რაც შეეხება ხერხემლის დაზიანებას, ანუ კისრის მეშვიდე მალა არის ძალიან სარისკო, მაქვს მკაცრი რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მშვიდად ვიყო წოლით რეჟიმში
და ერთი უხეში მოძრაობაც, დამატებითი მინიმალური ტრავმაც კი იწვევს ჩემთვის 4-ვე კიდურის დაქვეითებას და არა მხოლოდ სხვადასხვა მგრძნობელობითი ფუნქციების დაკარგვას. ასე რომ ძალიან სარისკო რეაბილიტაციის კურსის გავლა მომიწევს. ზოგადად ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ომის რეპორტირობა და რაღაც ნაწილობრივ ავისრულე ეგ ოცნება, იმიტომ რომ უამრავი ომი და კონფლიქტი გამიშუქებია მათ შორის სირიის თემაზე, ყარაბაღში მიმუშავია, რის გამოც აზერბაიჯანმა შავსიაში შემიყვანა, ღაზას სექტორში, ისრაელში, უკრაინაში მაიდანზე 3 თვე ცხოვრობდი იქ და ყირიმში ვიყავი, როცა რუსები შემოვიდნენ, დონეცკში ვიყავი, როცა რუსები შემოვიდნენ. ძალიან მძიმე ფაქტები გამიშუქებია მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ყვითელჟილეტიანების აქციები პარიზში, ხო, აი ძალიან მასშტაბური ესეთი მძიმე სამუშაო იყო ჟურნალისტებისთვის, მაგრამ არასდროს არ მიგუძნია, რომ მე ვიყავი მიზანში ამოღებული და აი ახლა პირველად ჩემს კარიერაში მივხვდი, რომ სამიზნე ვიყავი, რომ თავარი მისია დღეს ქართული ოცნებისთვის არის ჟურნალისტების დაშინება და მე მგონი პირიქით გამოსდით, უფრო მეტ мотиваციას გვაძლევენ, უფრო მეტ ძალას გვაძლევენ, რომ ვამხილოთ ის კორუფციული რუსული სისტემა, რომლითაც ცდილობს აი რაღაცა ხელისუფლების შენარჩუნებას დღევანდელი მთავრობა. არავინ არ ძალადობდა, არა. თქვენ მოგერიება უწოდეთ დიახ წინა ინტერვიუში. აი მოგერიება ეს ზვიად ხარაზიშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ადამიანი, ვინც შავებში გადაცმულ კაცებს ნებას რთავს, მათ შორის ჟურნალისტებზეც იძალადონ. გურამ როგავაზეც ვკითხოთ. ვინ არის რა გადამაყოლე ამ შენ? ჟურნალისტია ჩემი არისტია. ომი რო იყო ეს ხალხი რასაკეთებდა? ომში იყო. გურამ როგავაზ გაჩუქებული აქ 2008 წლის ომი. ყირიმშიც ნამყოფია, რუსეთ-უკრაინის ომშიც ნამყოფია. დაგონებთ აზრი არ აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად არის თუ არა დასჯილი გურამ როგავაზე თავდამსხმელი განაცხადა, რომ ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი და რა თქმა უნდა ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ. რაც შეეხება დადგენილი არ თუ არა კონკრეტული პირი და მის მიმართ გატარდება თუ არა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, ამაზე შესაბამისი უწყება გაგცემთ პასუხს. გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმიდან მე-18 დღეს დაზარალებულად ცნო. როგორ ხარ? არავის აქ მოხდა ხო ეს დაახლოებით რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დავით საგარელიც რუსთაველზე პროდასავლურ აქციას აშუქებდა. მასაც სპეცრაზმი პირდაპირ ჩართვის დროს მოულოდნელად ზურგიდან ფიზიკურად გაუსწორდა. დილა იყო, ფენდებოდა დილის 7 საათი იყო, ესე მორბოდნენ ისინი სპეცრაზმელები, აქ აკავებდნენ ხალხს, აქაც აკავებდნენ. ტელეფონი მეჭირა ხელში, ვიყავი რადიო თავისუფლების Facebook-ის ლაივში, გადავცემი ყველაფერს, ყვებოდი რა ხდებოდა. მოდივარ ესე და იქ აფთიაკიდან გამოდიან სპეცრაზმელები და როცა მომიახლოვდა, ძალიან სულად შემაგინა და დამარტყა იმ წამსვე რა და ეგ დავეგდე, ნუ ვეღარ ამოვისუნთქე. ძლიერი ტყივილი მქონდა, რამდენიმე წამი მე მგონი გონებაც დავკარგე, იმიტომ რომ არ მახსოვს რაღაც ეპიზოდი და რა ვეგდე ფეხი მქონდა ეს ერთი მოხრილი და მეორე გაშლილი. მე იქიდან კიდევ გამოვიდნენ სპეცრაზმელები და ერთმა დამაბიჯა ფეხზე ესე და გამისრის, ანუ რაღაც თითქოს სიგარეტის ნავწვი იყო რაღაც, ეს გამისრისა, შემაგინა, დამცინა და წავიდა. მე კიდევ ორმა გამოიარა და ნუ აი ესე ფეხში გამარტყეს რაღაცნაირად. ბუნებრივია, ახლა შეცდომა არ იყო, ხო? დაინახეს, რომ სამნი ვიყავით ჩემი თანამშრომლები, რადიო თავისუფლების ქურთუკი გვეცვა სამივეს. ერთს კამერა ეჭირა, მეორე ეს იყო ჟურნალისტებზე მიზანმიმართული ძალადობა, შეიძლება ითქვას, ან თქვენი აზრით დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ხედავ პირდაპირ ეთერში ვარ, ხეჩირაღდანი არ მეჭირა რადიო თავისუფლების ერთადერთი, თორე ყველგან ლოგო მქონდა, ბეიჯიც გადმოკიდებული მქონდა ქურთუკის ზემოთ. რომ მარტივად აღქმადი ყოფილიყო, ხო? და ნუ არ ვიცი, სხვას ვერაფერს ვერ უწოდებ, ეს რაღაც, ანუ სადამსჯელო ღონისძიება იყო ჩემი აზრით. დავითს იმხრივ გაუმართლა, რომ მოტეხილობა არ აქვს, თუმცა დაბეჟილობებით მეორე დღეს კვლავ თავის სამსახურს დაუბრუნდა. სამი ომი მაგ გაშუქებული. ყარაბაღის 2 ომი, უკრაინაში ვიყავი ომი რო დაიწყო სპეცოპერაცია, მაგ არ ვიცი, ერევანში რევოლუცია,
სომხეთში იგივე ხო თურქეთში მილიონი აქცია მაგაჩქებული, მაგრამ აი ესე დაუცველად თავი და დამცირებულად ცხოვრებაში არ მიგწმია. იქაც სტანდარტების მიხედვით მუშაობდი, ყველანაირი სტანდარტი ვიცი, როგორ უნდა დავრჩე უსაფრთხოდ, როგორ არ უნდა შევეფეთო არავის, მილიარდი ტრენინგი მაქვს გავლილი. ყველაფერს ვაკეთებდი სტანდარტების, მაგრამ ნამდვილად არასტანდარტული სიტუაცია იყო. ძალიან დაუცველი და დამცირებული ვარ საკუთარ ქვეყანაში და ძალიან წინს ამის გამო. აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები უტყუარი მტკიცებულებებით საუბრობენ კრიტიკული მედიის მიმართ მიზანმიმართულ ძალადობაზე, თუმცა გამოძიების იმედი არ აქვთ. მათი თქმით, სამართალდამცავთა სპეციალური ჩაცმულობაც დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას ემსახურება. კიდევ პოლიციელმა ნიღბიანმა მითხრა, რომ ამეტოვებინა ტერიტორია, რაზეც ამ პოლიციელსაც მოთხოვდა გამარტება. აქ იყო რა რეალურად აი ამ ქუჩიდან ჩამოვიდა. აკაზარქუა ონლაინ მედია პლატფორმის რეალ პოლიტიკას რედაქტორია. გაშუქებული აქვს უკრაინაში მიმდინარე ომის ცხელი წერტილებიდან. 30 ნოემბრის ღამეს დაახლოებით 12 საათზე აქციის გასაშუქებლად მიდიოდა. რუსთაველის პარალელურ შევჩენკოს ქუჩაზე მას ნიღბიანი პოლიციელების კორდონი დახვდა. ამბობს, რომ უხეში ტონით უთხრეს. ტერიტორიას გასცლოდა, რის საპასუხოდაც ჟურნალისტმა განმარტება ითხოვა. ჟურნალისტი ვარ, ბიჭო, რატომ მიხარ? ჟურნალისტი ვარ, რატომ მიხარ? და უკვე ამის შემდეგ პრაქტიკულად რამდენიმე სპეცრაზმელი მომუარდა და ძებით ესე ამომატრიეს პარალელურად ფიზიკურად მისწორდებოდნენ და უკვე აი აქ სადღაც ამ ტერიტორიაზე აი აიმების ქვეშ მომაქციეს წრეში რაღაც ალბათ არ ვიცი 1 წუთამდე გრძელდებოდა ეს მთელი პროცესი რაღაც ეტაპზე იმის ხსენება რომ ჟურნალისტი იყავი პარალელურად იწვევდა ფრაზებს რომ ჟურნალისტები ხარ ზუსტად მაგიტო გირთხავთ ეს გაიგე ზუსტად რომ კი და შემდეგ უკვე ის იყო რომ აირწინაღი მქონდა ჩანთაზე გამომული პარალელურად ეს აირწინაღი მომაცალეს კარაბინთან ერთად რაზეც ჰქონდა დამაგრებული და ჩანთიდან სახში უკვე მისულზე აღმოაჩინა ოფისში მისულზე აღმოაჩინა ძის სათვალეებიც არ მქონდა რაღაც ეტაპზე ჩემი განცდით იყო ერთ-ერთი რაღაც მეთაური თუ 10 მეთაური თუ არ ვიცი ვინ რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანი რომელსაც მიმგვარეს რაღაცა და ეს ადამიანი რაღაც დაუნცილებლად რა ჯიშის ახართ თქვენი გინება ეს შემდეგ რაღაცა შეურაცხყოფელი ტექსტები და ნუ რაღაც ეტაპზე შეიცადა რომ ეს ბეჯი პირში ჩაეტენა შემდეგ უკვე აქედან აღკვდა ჩაჩქოლი ის ადამიანები ვინც იღებდნენ ზევიდან ამ ყველაფერს სინც აქტიურობდნენ და რაღაცნაირად ჩათვალეს რომ უკეთესი იქნებოდა რომ გამოვიშვი. სანდრო ქეშელაშვილი გამომცემლობა პუბლიკას ჟურნალისტი იხსენებს რომ სპეცრაზმელები გააზრახ მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ მას როგორც ჟურნალისტს. იმ დღეს სანდროც პროევროპულ აქციას აშუქებდა რუსთაველის გამზირიდან. ვიღებ ვიღაცას როგორ აკავებენ, როცა უცებ ვიგდენა რაღაც დამწვა და შემაგდო თვითონ აი კორდონის წიგნში. მე მაშინვე დავიძახე რომ მე ჟურნალისტი ვარ, წრეში აღმოჩნდი და ამ წრეში მიყავდნენ აქეთ-იქიდან. ახლა გახდი ხო ფოტოგრაფის შენი დედა და კიდე მიყავდნენ. რამდენიმე წუთს გაგრძელდებოდა ეს ჩემი ცემა, წამართვეს ორივე კამერა, რომელიც ცხრა დაკარგულია, მან შეიძლება თქვა რომ მომპარეს ან გამძარცვეს. აი ესე რაღაცა ნენელა მაღლა მიშვებდნენ რომ თან დავეკავებინე და იქაც მე ესეთ კორიდორში გამატარეს, სადაც ყველა მიყავდა. მე უკვე კიდე ესეთ კიდროც და ვიყავი, მე ჩემს გაშენო კიდე უარესად იყვნენ ცუდად და ჭირდებოდა დახმარება. მაგაზე მივიღეთ პასუხად რომ იქ განყოფილებაში იქნებოდნენ ექიმები და ყველაფერს მოხედავდნენ. განყოფილებაში შეყვანის შემდეგ და მე ნენელა მისთი აღუქი რომ წვირი ძალიან ცუდ გამარებაში ქონდა. მე უკვე ეს კლინიკაშიც მითხრეს რომ აუცილებელი იყო ოპერაცია და შემდგომ უკვე ამ ცხვირის აღდგენას ჭირდება 1-დან 2 თვემდე და მე ამ უკვე გავანალიზე რომ მე ძალიან დიდი ხნით ჩამომაცლეს სამუშაოზე, ველზე მუშაობას ხო საერთოდ. გამომცემლობა პუბლიკას ჟურნალისტია მინდია გაბაძეც, რომელსაც ეგრეთ წოდებული ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმ დღეს 6 დეკემბერს მინდია იუსტიციის სახლთან გამართულ აქცია პერფორმანსს აშუქებდა, რომელმაც მოგვიანებით ცისფერ გალერეასთან გადმოინაცვლა. სრულიად მშვიდობიანი აქცია იყო, სრულიად უწყინარი გარემო იყო და არც კი მიფიქრია რომ
საფრთხის შემცველი იყო იქ თუნდაც ჟურნალისტებისთვის ან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის. იქით გამანქანა ასე პოლიციის და რამდენიმე ადამიანიც იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, თუმცა რატომღაც არც კი დაუშვი, რომ ესენი იქნებოდნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ვინაიდან ვიცით, რომ აქციის მიმდინარეობისას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელიც არავის აღარ უყვირს. მინდია იხსენებს, რომ პოლიციელების თვალწინ დღისით თბილისის ცენტრში ტიტუშკები მას შემდეგ დაესხნენ თავს, როცა გაიგეს, რომ ის ჟურნალისტი იყო. ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ წამოვიდა რაღაც მომენტში და ახლოს როდესაც მოვიდა დიდი პრესკარტა მეკეთა და აქციების დიდი პრესკარტას ვატარებ ხოლმე წაიკითხა სახელი გვარი და მეტია, დრო დასჭირდა ამას რამდენიმე წამის განმავლობაში და ძალიან ახლოს დაახლოებით 1 მეტრში დადგა ჩემამდე რაზეც ანუ მაშინაც კი ვერ მივხვდი რომ ეს იყო საფრთხე. თუმცა იყო საჭირო გარემოება და ამის გამო ვკითხე რა ხდებოდა. და ანუ არც კი პასუხი არც გაუწია, არაფერი ეგრევე დარტყმაზე გადმოვიდა დამარტყა სახეში ძლიერად, რასაც შემდეგ მოყვა მეორე, მესამე დარტყმა, შემდეგ ძირს აღმოჩნდი, წამაქციეს და წამაქცია უბრალოდ ამ პიროვნებამ, შემდეგ იქვე მდგარი ადამიანების მოვიდნენ და დამიწყეს აქციულზე თავში რტყმა და მე ხელები ავიფარე თავზე, რომ თავი დამეცვა რაღაცნაირად ვინაიდან არ მქონდა აღჭურვილობა. რა ხდება? რატომ ხალხო, ანუ ადამიანის ცემეს? რატომ არეკავებთ? იმ დღეს შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პოლიციის მანქანა რამდენიმე მეტრში დგას და ძალადობას არ იმჩნევს. პოლიციამ არ დააკავა თავდამსხმელები და მათ გაქცევის საშუალება მისცა. შემდეგ კამერასაც დაფიქსირებული აქვს, როგორ გარბიან ეს ადამიანები იმ ადგილიდან, როგორ მიიმალნენ. მე ნაცემი ვიყავი და ძირს ვეგდე და რეალურად არავინ დამხმარე იქ არავინ არ იყო პოლიციელის სახით, არა და იქ იდგნენ ეს ადამიანები ფიზიკურად. მაგ დროს უკვე რომ მივხვდი მე რომ ძალიან მტკიოდა თავი და ამ მტკივილისგან ძალიან დიდ დისკომფორტს განვიცდი, ვთხოვე რომ პოლიციას გამოეძახა სასწრაფო დახმარების მანქანა. თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მინდია გარკვეული პერიოდი ვეღარ ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას. ვერ აშუქებდა საპროტესტო დემონსტრაციებს. ტვინის შერყევა მივიღე, მსუბუქში ტვინის შერყევა და საავტოფოში გავჩერდი რაღაც პერიოდის განმავლობაში, შემდეგ რეკომენდაციით რომ სახლში უნდა დავშენელიყავი და შესაბამისად აღმოჩნდებოდა ეხლა ცოტა მსუბუქად მაქვს და მალე გაივლის დარწმუნებული ვარ ეს ჩალურჩევების, თუმცა მაგ დროს ძალიან მკვეთრად ხონდა გამოხატული თვითონ ის ნიშნები, რაც დამმართეს მოძალადეებმა ასე ვთქვათ. ეს არის ყოველდღიური მათი მცდელობა, რომ რაღაცნაირად ცადონ, რომ ან დრო დავაკარგინონ, ან რაღაცნაირად არ მოხდეს საშუალება გადაღების, ფოტოს გადაღების, ვიდეოს გადაღების, ხო? დაშინების მცდელობა არის ეს ჩვეულებრივი და გონიათ, რომ რაღაც მეორე დღეს აღარ მოგვინდება გარეთ გასვლა და გადაღება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად მინდია გაბაძის მიმართ რატომ არ აღკვეთა პოლიციამ ძალადობა განაცხადა, რომ ჯგუფური ძალადობის აღკვეთა პოლიციის მოვალეობა არ არის. ეხლა პოლიციას და საპატრულო პოლიციას ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარჩვევებს, რაც შეიძლება მოვთხოვოს სპეცრაზმეს და სხვა ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს სპეციალური წვრთნა გავლილი ამისათვის. როდესაც ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ მან გამოიძახა შესაბამისი დანაყოფები და დაწყებულია გამოძიება და აკეთება ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა დაშავებულ ჟურნალისტებს გამოძიების და დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვთ. გამოვიკითხე, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ რამე სიახლე იქნება. იმიტომ რომ ხელისუფლების პოლიტიკაა ეს, რომ დაგვაშინოს მედია, მოქალაქეები, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვილაპარაკოთ სიმართლე, ანუ სანქცირებული ხარება მართავს მათ თუ ვინ მართავს, ერთი რამ გასაგებია, რომ მათ ხელისუფლებისგან აქვს მწვანე ანთებული, რომ ნებისმიერ ძალადობაზე უნდა წავიდნენ. არანაირი იმედი არ მაქვს გამოძიების სამწუხაროდ. მართლა არ მაქვს იმედი. სადაც ასეთი რაღაც არის ნება და რთული.
არ მგონია რომ გამოძიებამ რამე დაადგინოს. ხო, ანუ მას ხო ვიღაცამ უთხრა რომ ჟურნალისტს შეეხე, შენ ამის გამო არ დაისჯები. ხო? ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა ხო სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ხომ არ ცდები. მაგრამ მას ჰქონდა ესე ვთქვათ ინდულგენცია ალბათ, რომ შეუძლია დაარტყას ჟურნალისტს და მარტივად გაიაროს. ანუ აი ეს რაღაც თითქოს ამის დამყარება ხდება, რომ ჟურნალისტს შეგიძლია თავში ხელი წამოარტყა და ამის გამო არ დაისჯები, ხო? რა თქმა უნდა არ მჯერა, არაფრის არ მჯერა. დამოუკიდებელი უწყება კარლო კაცისტაძის უწყებას ქვია ფორმალურად. ყველამ ვიცით, რომ არანაირი დამოუკიდებლობა აქ არ არსებობს, ის იყო პროკურატურის სპიკერი და აბსოლუტურად მათ დაქვემდებარებაშია, ანუ არანაირი დამოუკიდებლობის მინიმალური ხარისხიც არ აქვს მას. ამიტომ ბუნებრივი არანაირ გამოძიებას არც ველოდები, არც ვინმეს დასჯას არ ველოდები. ამ ხელისუფლების პირობებში. რატომ ხდება ისე, რომ ყოველთვის ცდილობენ დაიწყოს? მედია ომბუდსმენის იურისტი ილონა დიასამიძე სტუდია მონიტორთან აქციის დროს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს. რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მიერ მწვანე შუქის ანთება, მაგრამ ეს არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. ეს ყველაფერი დაიწყო, გრძელდება რამდენიმე წელია. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ არის გამოძიებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის სტრუქტურა, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს დანაშაულები, თუმცა სტრუქტურა იწყებს გამოძიებას, გამოკითხავს ჟურნალისტებს, საბოლოოდ კი არც ერთი დამდგარი შედეგი არ გვაქვს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რა თქმა უნდა, არავის სურვილი არ აქვს და არავის მითითება არ აქვს, რომ ჟურნალისტის მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედება გააკეთოს, პირიქით, კიდევ ერთხელ ეს ნამდვილად დასაგმობის შემთხვევა არის. თუ რაიმე გადასტომას ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, უნდა იქნეს გამოძიებული და პირიქით, ჩვენ ყოველთვის შესაბამისად ყოველთვის არსებობს მსგავსი მითითება, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ყველა იმ პირის უფლება და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ჟურნალისტების ხარდაჭერაზე და დაცვაზე, როცა მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ გააშუქონ შეკრება მანიფესტაცია. მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე რამდენი ისეთი სამართალდამცავი პირის იდენტიფიცირება მოახდინა საგამოძიებო სამსახურმა, რომელმაც იძალა ჟურნალისტებზე. ასევე მიმართეს თუ არა პროკურატურას კონკრეტული სამართალდამცავი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. ამ და სხვა კითხვებზე სტუდია მონიტორს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოწერეს, რომ უწყება უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გარდა ფიზიკური ანგარიშწორებისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებს დაუმტვრიეს და წაართვეს ტექნიკა, მათ შორის ტელეფონი. ვანახე პრესკარტა, მეკეთა ჩაფხუტი, რომელსაც ასევე ეწერა პრესა, რამდენჯერმე გავუმეორე, რომ ვარ ჟურნალისტი, რა უფლებით მართმევდა ტელეფონს. ძალიან ესეთი აგდებული ტონით მეუბნებოდი, რომ შენ რა ჟურნალისტი ხარ, წადიეხა სახლში და ტელეფონი აღარ დამიბრუნეს. სტუდია მონიტორის ჟურნალისტ ნინო რამიშვილს სპეცრაზმელმა ტელეფონი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს წაართვა, როდესაც ის აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას და ცემას იღებდა. როგორც ნინო ამბობს, სპეციალური აპლიკაციის მონაცემებით ხედავდა, რომ თავისი ტელეფონი გარკვეული პერიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იყო, თუმცა მას არ დაუბრუნეს. დღეს დილიდან მთელი დღის განმავლობაში ჩემი ტელეფონი, თქვენი თანამშრომლების მიერ გატაცებული ტელეფონი არის ამ შენობაში. ჟურნალისტებზე დევნა არის თქვენი მიზანი და რატომ არ მიბრუნებთ ტელეფონს? რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული შესახებ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიძიოთ თქვენი ტელეფონი და აქ არის, გინდათ გაჩვენოთ, სანამ წამოვიდოდი ახლა ოფისიდან, მე შევამოწმე ჩემი ტელეფონი კომპიუტერით მაქვს მიერთებული. აი თქვენ შენობაშია, ამ შენობაში არის ჩემი ტელეფონი. რატომ არ მიბრუნებთ ტელეფონს? კიდევ ერთხელ გემოვნებ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ თქვენი ტელეფონი და დაგიგებთ. ამ შენობაშია და რა მოძიებ? აი დაველოდები, როდის მოიძიებთ ჩემს ტელეფონს. დაველოდ და დავრჩე აქ. მარიამ ნიკურაძე OIC მედიას თანადამფუძნებელი ფოტორეპორტიორია. ის ბოლო წლებია საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებს. ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების დაწყების დღიდანაც წინა ხაზზეა. 29 ნოემბერს, გამთენიისას, მარიამი პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის კადრებს იღებდა, როდესაც წყლის ჭავლმა ძირს დააგდო და კამერა დაუზიანდა. მეორე წყლის ჭავლის მანქანაში ნამდვილად შერეული იყო რაღაცა სითხე თუ ნივთიერება, რომელსაც ჰქონდა წიწაკის სპრეის ეფექტი, ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ სახე დამეწოა და დავკარგე მობილობა. ორიენტაციის უნარი, უბრალოდ ვერ მოძრაობდი, ან სპეცეზი მოდიოდა შემოსვლებით, მე თვალს ვერ ვახელდი, ან ვიდექი რა და
მიცნო ჩემმა კოლეგამ და გამიყვანა მატარა საკმაოდ რომ მივეყვანე სასწრაფოს მანქანაში და დაახლოებით 10-15 წუთი მომიწია სასწრაფოს მანქანაში ყოფნა და რომ მასზე მოსულიყავი რა, ну რაღაცა დავეხვანენ იქ. მარიამ ნიკურაძე იხსენებს, რომ დემონსტრანტების დაშლის და დარბევის დროს სპეცნაზს განსაკუთრებული აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ ჰქონდა. მოვიდა ეს ნიღბიანი პოლიციელი და დამარტყა ხელში, დამიგდო ტელეფონი და გააგრძელა გზა და თქვა, რომ აბა ეხლა გააგრძელაო, გადაღება ისაო. ავიღე ტელეფონი, არაფერი არ ჭირდა და რამდენიმე წუთში ზუსტად მსგავსი რაღაც დაკავების თუ ცემის ეპიზოდი იყო, ამას ვიღებდი. და მეორე პოლიციელი მოვიდა ზუსტად იგივენაირად დამარტყა ხელში და დამიგდო ასევე ტელეფონი, ну და შეურაცხყოფა მომაყენა. და ეს ხდებოდა იმ დღეს ბევრი ჟურნალისტის მიმართ. ანუ აშკარად ესეთი განწყობა იყო, რომ მიღებული ქონდათ რაღაცა მსგავსი დავალება, რომ არ მიეცათ ჩვენთვის საშუალება ეს ძალადობრივი დაკავებები გადაგვეღოთ. რაღაც მომენტში პოლიციამ ისროლა ძალიან ბევრი ცრემლსადენი გაზი, ძალიან ბევრი, ანუ ჩვეულებრივზე მეტი, ისე რომ იმ ძალიან ისეთი უხილდობა გახდა შეუძლებელი რა და ამ ასე ვთქვით ღრუბელში თუ ნისლში შემოცვიდნენ და ვინც ხვდებოდა აკავებდნენ და მოგვარდნენ ჩვენს ანუ ფოტოგრაფებს და მახსოვს რომ ბეიჯს და მას ვცდილობ რომ ვანახო და ვუთხარი რომ მეთქი ჟურნალისტი ვთქვა ამაზე გაბრაზდა ანუ აშკარად ვიგძენი რომ ამან გააბრაზა და ესე კედელზე მიმახეთქა და ამ კედელზე მიხეთქების დროს კამერაც მიეხეთქა ჯორჯო დაგეუტრიეს ფოტო. მოგვიანებით მარიამ ნიკურაძეს შეატყობინეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაკავებას სისხლის სამართლის წესით აპირებდა. იმ სიიდან კი, რომელიც მას გაუგზავნეს, ნაწილი ადამიანებისა უკვე დაკავებული იყო. რამდენიმე დღეში მარიამი კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მოწმედ დაიკითხა გამომცემლობა პუბლიკას ჟურნალისტი მინდია გაბაძეც. ვანოჭკადუა მედია ომბუდსმენის იურისტია. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში. ვანოჭკადუა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჟურნალისტების დაკითხვა მათზე ზეწოლის და დაშინების მცდელობაა. ჩემი პოზიცია არის ის, რომ შერჩევა მოხდა იქიდან, რომ ჟურნალისტები არიან ის პირები, რომლებიც ყოველდღე არიან აქციაზე, ჟურნალისტები არიან ის პირები, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შედეგად მოიპოვებენ ძალიან ზღვა ინფორმაციას და ამიტომ გახდა ალბათ სამიზნეები ის პირები, რომლებიც ამ შემთხვევაში დაიბარეს. საინტერესო ის არის, რომ პირველ შემთხვევაში პოლიცია ძალადობს ცემ ჟურნალისტს და მეორე იგივე ჟურნალისტს, რომელსაც ცემ ძალადობს, ართმევს, ნირთევს და ასე შემდეგ, იგივე პირს მე ეძახის საგამოძიებო ორგანო, იგივე ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეუბნება, რომ მომაწოდე ინფორმაცია და ითამაშოთ ჩემთან. ლია ჩახუნაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაცია აქტიურად აკვირდება და სწავლობს ძალადობის ფაქტებს ჟურნალისტებზე, ვინც აქციებს აშუქებდა. ჩვენ ავღრიცხავთ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებს და მხოლოდ ბოლო 12 დღის განმავლობაში 90-მდე ინციდენტი ავღწერეთ. პირველი 2 დღე იყო განსაკუთრებით რთული. პირველ დღეს 35 ინციდენტზე მეტი მოხდა. შემდგომ უკვე რაოდენობრივად ინციდენტებმა იკლო, მაგრამ არ იკლო სისასტიკე, რაც არის განმასხვავებელი მაგალითად გაზაფხულის აქციებიდან, ეს არის სისტემური, ორგანიზებული სისასტიკე, არაადამიანური მოპყრობა, წამებასთან გათანაბრებული და სრულიად განურჩევლად ყველა მიმართ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დაცვა ეხა ჟურნალისტებისთვის არის მოსახლეობისგან მხარდაჭერა. ამიტომ მე ყველა ეთერში მივმართავ მოსახლეობას, რომ გაუფრთხილდით ჟურნალისტებს, გაუფრთხილდით ოპერატორებს. თავისუფალი დამოუკიდებელი პრესა არის ამ ქვეყნის ყველაზე დემოკრატიის ყველაზე ძვირფასი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რომელიც მართლა შიშველი ხელებით და აგურ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშენა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა პირველი არ არის. 5 წლის წინ, 2021 წლის 5 ივლისს
ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლები ძალადობის პირდაპირი სამიზნეები აღმოჩნდნენ. 5 ივლისის მედია პოგრომის დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლებას ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ამ დრომდე არც ერთი პირი არ დაუკავებია.